რაღაც ბნელი და საშიში ხდება ნატოსა და რუსეთის საზღვარზე. მაშინაც კი როცა მისი ჯარები მასობრივად იღუპებიან უკრაინასთან ომში, რომელიც რუსეთმა უკვე წააგო, პუტინი ცდილობს მომავლისთვის მოემზადოს. იმპერატორობის მსურველი ემზადება ნატოსთან დაპირისპირებისთვის და რუსეთის ქმედებები ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე აჩვენებს, რა აქვს მას გეგმაში. როგორც ჩანს, სისულელეს საზღვარი არ აქვს. დეგრადირებული რუსული არმია ემზადება შემდეგი ომისთვის, რომელსაც პუტინი წააგებს, რადგან რუსეთის ლიდერის სიგიჟე კიდევ უფრო ღრმავდება. ეს სიგიჟეა. მაგრამ გიჟური ნაბიჯები ჩვეულებრივ მოვლენად იქცა რუსეთის პრეზიდენტისთვის, რომელიც ახლა უფრო მეტად თავისი მემკვიდრეობის უზრუნველყოფაზეა გადართული, ვიდრე ქვეყნის დაცვაზე. რუსეთი ბნელ ნაბიჯებს დგამს ნატოს ქვეყნებთან თავის საზღვრებზე და სატელიტური სურათების სრულ სურათს აჩვენებს. 10 ივნისის ანგარიში შვედეთის SVT-მ გაამჟღავნა, რომ რუსეთი აშენებს პარაკებს ათასობით ჯარისკაცისთვის, ასევე საბრძოლო მასალის, საცავის ობიექტებს და გრძელ რიგებად განლაგებულ სამხედრო ტექნიკას, თელიმ საზღვარზე, რომელსაც რუსეთი ფინეთთან იზიარებს. ანალიზი უკვე გაკეთებულია და მონაცემები მიღებულია. ფინეთი ელოდება, რომ რუსეთი ფინეთის საზღვარზე 80,000 ჯარისკაცის განთავსებას ამზადებს. ეს ძალიან დიდი ზრდაა იმ 20,000 ჯარისკაცთან შედარებით, რომელიც რუსეთს წარსულში ამ საზღვარზე ხავდა, ამბობს ფინეთის არმიის უფროსი პასი ვალიმაკი. და ეს მიუთითებს იმაზე, რომ პუტინი აკეთებს იმას, რაც არ უნდა აკეთოს, ემზადება იმ ომისთვის, რომელიც უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიწყება. ეს სიგიჟეა, რადგან რუსეთი ჯერ კიდევ ჩართულია ბრძოლაში, რომელიც ყოველდღიურად ასუსტებს მის შეიარაღებულ ძალებს, თუმცა მაინც ცდილობს თავი წარმოაჩინოს როგორც დამაშინებელი ძალა, რომელსაც შეუძლია ნატოს დასუსტება. საბოლოო ჯამში SVT ამბობს, რომ რუსეთი როგორც ჩანს გეგმავს ჯარის 8 დივიზიის განთავსებას შვედეთსა და ფინეთის მახლობლად, რომლებიც ორივე ნატოს წევრები გახდნენ მას შემდეგ, რაც პუტინმა უკრაინაში შეჭრა დაიწყო. ეს შეიძლება იყოს გაფრთხილება, შეტყობინება შვედეთსა და ფინეთისთვის, რომ მათ უნდა შეამცირონ უკრაინის მხარდაჭერა და თავიანთი აქტივობები ნატოს ფარგლებში. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. ნატოს ამ საზღვრის მონაკვეთზე ინფრასტრუქტურის გაძლიერება ერთადერთი არ არის, რასაც პუტინი ბრძანებს. სხვა ანგარიშის მიხედვით ნორვეგიის NRK იუწყება, რომ რუსეთი ასევე ამზადებს ინფრასტრუქტურას, რომელსაც შეუძლია გამოიყენოს ნორვეგიის ტერიტორიასთან ახლოს კიდევ 17,000 ჯარისკაცის განსათავსებლად. კიდევ ერთხელ სატელიტური სურათები გვიჩვენებს მასიურ რუსულ სამხედრო გაძლიერებას ნატოს მთელი აღმოსავლეთ ფლანგის გასწვრივ. ანგარიშები თითქმის იდენტურია. უზარმაზარი ტყის ფართობები იჭრება, ხოლო ძველი შენობები ბულდოზერებით იშლება, რადგან რუსეთი აჭალი-ბახალი ბარაკებისთვის, ტექნიკისთვის, მანქანებისა და საწყობებისთვის ადგილს ათავისუფლებს. საუბარი კონკრეტულად იმ ბაზაზეა, რომელიც ნორვეგიასთან ყველაზე ახლოს მდებარეობს და ის 17,000 ჯარისკაცისთვის მზადდება, რომლებიც ჯერ იქ არ იმყოფებიან. ეს ძალები ჯერ კიდევ უკრაინაში იბრძვიან, მაგრამ კვლავ ხედავთ, რომ პუტინი ემზადება. მას სურს, რომ მთელმა ევროპამ იცოდეს, რამდენად დიდ საფრთხეს წარმოადგენს რუსეთი. ნორვეგიის პასუხი იყო ფინმარკის ბრიგადის შექმნა, რომელიც 5,000 ჯარისკაცით დაკომპლექტდება. თუმცა ეს ბრიგადა სრულად მხოლოდ 2023 წელს იქნება მზად. სუსტი პასუხია. შეიძლება ზედაპირზე ასე ჩანდეს, მაგრამ ნატო ბევრად მეც აკეთებს, რათა მოემზადოს იმისთვის, რასაც პუტინი თავისი აღმოსავლეთ ფლანგისთვის გეგმავს. NRT აღნიშნავს, რომ რუსეთის მოქმედი სამხედრო ძალა ახლა 1,5 მილიონი ჯარისკაცს ითვლის, რომელთაგან ბევრი ან უკრაინაში მსახურობს, ან რეზერვშია და ელოდება ქვეყანაში შესვლას. თუმცა ეს მაინც არ აჩერებს პუტინს, რომ გიჟური გადაწყვეტილება მიიღოს და იმ ომზე მეტისთვის მოემზადოს, რომელსაც ახლა აწარმოებს. რუსეთის ლიდერი კვალაც მიიჩნევს, რომ რუსეთის გამარჯვება უკრაინაში გარდაუვალია და ასევე ფიქრობს, რომ ის ცოცხალი იქნება ნატოსთან საბრძოლველად, მიუხედავად იმისა, რომ უკვე 73 წლისაა. ამაში არც ერთი არაფერია გარანტირებული, პირიქითაც კი. მაგრამ ინფრასტრუქტურის სრული მიმოხილვა აჩვენებს, რა აქვს პუტინს გულში. თავის ანგარიში იმის შესახებ, რას აკეთებს რუსეთი ნატოს საზღვართან, pravda უფრო მეტს ამხელს იმაზე, სად აშენებს რუსეთი ახალ ინფრასტრუქტურას. პარაკები და კომპლექსები, რომლებიც ნორვეგიაზე ახდენენ გავლენას, შენდება პაჩანგაში, რომელიც დაახლოებით 10 კილომეტრია ლაპლანდიიდან. ფინეთის საზღვართან რუსეთი აშენებს ინფრასტრუქტურას პეტროსავოდსკსა და საპანოეში. ასევე ხედავთ მსგავს მოვლენას კირილოსკოეში, რომელიც დაახლოებით 70 კილომეტრია ფინეთის საზღვრიდან. ასევე რუსეთის უკვე არსებული ბაზის გაფართოება სკანდალაქსაში, რომელიც თეთრ ზღვაზე მდებარეობს. ლუგაში, რომელიც მდებარეობს ფსკოვის ოლქში, ესტონეთის საზღვართან ახლოს, ასევე მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები. და კალინინგრადის ექსკლავში, რომელიც პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებს ესაზღვრება, რუსეთი ასევე აძლიერებს ბაზას ბალტისკში. ამ ყველაფრის გათვალისწინებით გვაქვს მონაცემი იმ ჯარისკაცების რაოდენობაზე, რომლებსაც პუტინი აპირებს ნატოს ხულბთან განათავსოს. 115,000. ეს ორჯერ მეტია, ვიდრე შვედეთისა და ფინეთის შეიარაღებულ ძალებში ერთად აღებული 99,600 ჯარისკაცი. თუნდაც ნორვეგიის 33,440 მოქმედი ჯარისკაცი დავამატოთ, ეს მაინც საკმარისი არ იქნება, რომ პუტინის მიერ ამ სამი ქვეყნის საზღვარზე დაგეგმილ ძალასტოლი ძალით დაუპირისპირდნენ. ეს სამი ქვეყანა ბალტიისპირეთის სახელმწიფოებთან და პოლონეთთან ერთად ფრთხილად ეკიდებიან იმას, რასაც რუსეთი როგორც ჩანს გეგმავს. ისინი ასევე არ ფიქრობენ, რომ ის, რასაც ახლა ხედავენ, რუსეთის მხრიდან მხოლოდ ცარიელი მუქარის კულმინაცია.
ტომას ნილსენი, რომელიც შვედეთის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელია, საერთო განწყობას ასე აჯამებს. ეს არის მუქარა, რომელიც სერიოზულად უნდა მივიღოთ. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ დემონსტრაციისთვის კეთდება. ეს ეხება შესაძლებლობების მომზადებას ნატოსთან დაპირისპირებისთვის მომავალში დიდ კონფლიქტში. ნორვეგიის თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი ერიკ კრისტოფერსენი მსგავს შეხედულებებს იფსიზიალებს და აცხადებს, თუ რუსეთი ახლა იმ რაოდენობის ძალებს აგროვებს, როგორც დაანონსეს, და კადრებიც აჩვენებს, რომ ამას აკეთებენ, ნორვეგიისთვის სამხედრო საფრთხე გაიზრდება. აქ ერთი შენიშვნა. რუსეთი ამ ყველაფერს ინფრასტრუქტურას აშენებს, მაგრამ ის ჯარები, რომლებიც მას დაიკავებენ, ნატოს საზღვრებთან არ ეკრიან თავს. ჯერ არა. ისინი ჯერ კიდევ დაკავებულები არიან უკრაინაში ბრძოლით და სიკვდილით. მაგრამ ეს ინფრასტრუქტურა გვაჩვენებს, რომ პუტინს სურს, რომ რუსეთი მზად იყოს იმ ომისთვის, რომლის დაწყებაც მას სურს უკრაინაში დასრულების შემდეგ, თუ ოდესმე დაასრულებს უკრაინაში. პუტინის იდეალურ სამყაროში ეს მხოლოდ 115,000 ჯარისკაცი არ იქნება, რომელსაც ის ფინეთის, ნორვეგიის, შვედეთისა და ბალტიისპირეთის საზღვრებთან დააყენებს. იქ იქნებიან 115,000 გამოცდილი ჯარისკაცი და სწორედ ეს იქნება გადამწყვეტი. ნიშნულოვნად მცირე ძალები, რომელსაც ეს ქვეყნები საზღვრის თავიანთ ფარეს აძლიერებენ, საბრძოლო გამოცდილება არ აქვთ, ყოველ შემთხვევაში ინდონეზია არა როგორც უკრაინის ომში გადარჩენილ რუს ჯარისკაცს ექნება. ეს არის ის, რაც განსაკუთრებით სკანდინავიურ ქვეყნებს აშფოთებთ. მილიტანი ამბობს, რომ ამ ქვეყნების ოფიციალური პირები თვლიან, თუ რუსეთი მართლაც განახორციელებს ჯარების ზრდას, მათთვის საფრთხის დონე უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ცივი ომის დროსეო. რუსეთი, რა თქმა უნდა, ამტკიცებს, რომ სანერვიულო არაფერია. უკვე 2025 წლის დეკემბერში რუსეთი მხოლოდ იმას კი არ ამტკიცებდა, რომ ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმის განზრახვა არ ქონდა, არამედ მზად იყო ამაზე იურიდიულ შეთანხმებასაც მოეწერა ხელი. მაგრამ ეს რუსეთია. 2022 წლის იანვარში NPR-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი ASHS-ის დაზვერვას ეუბნებოდა. უკრაინაში შეჭრას არ უაპირებთო, მაშინაც კი როცა უკრაინის საზღვართან ჯარებს აგროვებდა. ერთი თვის შემდეგ რუსეთმა თავდასხმა განახორციელა. პუტინს დიდი გამოცდილება აქვს ერთის თმას და მეორის გაკეთებას და ის არ არის ადამიანი, რომელსაც სამართლებრივი შეთანხმება შეაჩერებს. რუსეთის ნათქვამს ნდობა არ შეიძლება და ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე მდებარე ქვეყნები ამას კარგად იციან. ამჟამად რუსეთის მხრიდან უშუალო სამხედრო საფრთხე დაბალია, აცხადებს ნატოს ბალტიისპირეთისა და პოლონეთის სარდალი, გენერალ-მაიორი ბრაიან ნილსენი. მაგრამ სამხედრო ძალების მობილიზება მიმდინარეობს და ეს საფრთხის დონე შეიძლება სწრაფად შეიცვალოს, თუ უკრაინაში პაუზა იქნება, ამატებს ნილსენი. ასე რომ ჩვენ გვაქვს გამომწვევი ფაქტორი. თუ უკრაინაში მშვიდობა გამოცხადდება ან რუსეთი როგორღაც მოახერხებს პუტინის დაწყებულ ომში გამარჯვებას, მაშინ 10,000-ობით ჯარისკაცი ნატოს საზღვართან მიაწოდება. რუსეთი ამ ინფრასტრუქტურას უბრალოდ ასე არ აშენებს. მას სრული განზრახვა აქვს, გამოიყენოს ეს ყველაფერი, რადგან პუტინი რაღაცას გეგმავს. იქნება ეს დაშინება თუ მომავალში ნატოსთან სრულმასშტაბიანი ომი. მაგრამ სწორედ აქ იწყება პრობლემები პუტინისთვის. რუსული კიბო ევროპაში ვრცელდება. ახალი სამხედრო ობიექტები კიდევ ერთი სიმპტომია. მაგრამ რასაც პუტინი ვერ აცნობიერებს, არის ის რის, რომ ამ კიბოს მისთვის სასურველი შედეგის მისაღწევად რუსეთმა უნდა გაიმარჯვოს უკრაინაში. ეს არ ხდება. რუსეთი უკრაინაში მარცხს განიცდის და მიუხედავად იმისა, რომ სიბნელე ნატოს ღრუბლზე ვრცელდება, ყველაფერი, რასაც პუტინი ახლა აკეთებს, არის მომავალი ომისთვის მზადება, რომელსაც რუსეთი გარდაულად წააგებს. ეს ძალების თავმოყრა თითქოს საშიში უნდა იყოს, მაგრამ სინამდვილეში სულელურია. და სანამ ავხსნით რატომ, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ The Military Shows. ჩვენ ვცდილობთ სათაურებს მიღმა ჩავიხედოთ, რათა სრულ სურათი წარმოგიდგინოთ ყველა ჩვენს ვიდეოში. ჩვენს ვიდეოში მოიწერეთ არხი დღესვე, რომ არ გამოგჩეთ ის, რასაც შემდეგ შემოგთავაზებთ. რუსული კიბო არ არის რამე, რაც ჩვენ თვითონ მოვიფიქრეთ. ეს ტერმინი თავად ეს ვიტიმ გამოიყენა, როცა გამოავლინა, რომ რუსეთის ყველა განცხადება ნატოზე არასდროს თავდასხმისა და თავდაცვითი და არა თავდასხმითი ძალის შექმნის შესახებ, უბრალოდ სისულელია. ეს მიუთითებს კომენტარზე, რომელიც რუსმა პოლიტოლოგმა სერგეი კარაგანოვმა გააკეთა და რომელიც აჩვენებს, როგორ უყურებს რუსეთს უმაღლესი ეშელონი სინამდვილეში ნატოს. ეს კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაციაა, რომელიც კიბოა, ამტკიცებს კარაგანოვი და ამბობს, რომ ნატო ისტორიის ნაგავ საყრელზე უნდა მოისროლონ. სხვა ალტერნატივა არ არსებობს. ეს არის კიბო, რომელიც მთელ მსოფლიოს საფრთხეს უქმნის. ჩვენი მოთმინება იწურება და შემდეგ ჩვენ ესკალაციას მოვახდენთ. ეს პირდაპირ მუქარაა. ირონია კი ისაა, რომ ამ მუქარის გამოთქმით კარაგანოვმა აჩვენა, რომ სწორედ რუსეთია ის კიბო, რომელიც ევროპას აზიანებს. ამას მხოლოდ ინფრასტრუქტურის გაძლიერება და 100,000-ზე მეტი ჯარისკაცის საზღვარზე განთავსების გეგმები არ ამტკიცებს. თუ მუქარებს საზღვრის გაძლიერებასა და ჰიბრიდულ ომთან ერთად შევხედავთ, ნათლად დავინახავთ, რას უმზადებს მოსკოვი ნატოს. 3 ივნისის სტატიაში El-Paisi ამტკიცებს, რომ ევროკავშირს რუსეთში ხშირად ნაცისტებთან აიგივებენ. რუსეთმა ასევე გააფრთხილა, რომ ევროპაში მშვიდობიანი ძილი დასრულდა, რაც არ გავს იმ ქვეყნის სიტყვებს, რომელსაც თავდასხმის განზრახვა არ აქვს. ჰიბრიდული ომის ფრონტზეც რუსული დრონები რეგულარულად შედიან ნატოს ტერიტორიაზე, ხოლო ბოლო ინციდენტისას რუსეთის საბრძოლო დრონი რუმინეთში საცხოვრებელ შენობას დაეჯახა. ევროპის შიგნით დივერსიები მატულობს, რაც სავარაუდოდ რუსეთის დავალებით მოქმედი აგენტების მიერ ხორციელდება. კონვენციური ომის დაწყებამდეაც კი პუტინი ცდილობს დააზიანოს ნატო და განხეთქილების თესლი დათესოს კოლექტიური თავდაცვის ალიანსში. ეს არის ადამიანის ქმედებები, რომელსაც სრული რწმენა აქვს რუსეთის ძალაში, რომ ნატოს საფრთხე შეუქმნას.
მაგრამ ეს თავდაჯერებულობა არასწორია და სწორედ აქ შემოდის თამაში ის, რომ სისულელეს საზღვარი არ აქვს. ყველაფერი, რასაც რუსეთი ახლა აკეთებს, დაფუძნებულია იმაზე, რომ უკრაინაში გაიმარჯვებს. და არა უბრალოდ გამარჯვება, არამედ ისეთი სრულყოფილი გამარჯვება, რომ პუტინს დარჩეს საკმარისი რუსული არმია, რათა თავისი მუქარები ევროპასთან მიმართებაში სისრულეში მოიყვანოს. მაგრამ როცა ერთი წუთით დავფიქრდებით იმაზე, რაც რეალურად ხდება რუსეთთან უკრაინის შიგნით, ჩნდება კითხვები, რამდენად ძლიერ შეძლებს რუსეთი რეალურად მოამზადოს ნატოსთან ომისთვის. მხოლოდ დანაკარგების მაჩვენებლები გვაჩვენებს, რომ რუსეთის სამხედრო ძალა მხოლოდ ჭტილია იმისა, რაც იყო მაშინ, როცა პუტინმა 2022 წლის თებერვალში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. უკრაინის ფინანსთა სამინისტროს მიხედვით, უკრაინის თავდაცვამ გაანადგურა 1,38 მილიონი რუსი ჯარისკაცი, 12,000-ზე მეტი ტანკი, თითქმის 84,000 საარტილერიო სისტემა და თითქმის 25,000 ჯავშან მანქანა. ეს ყველაფერი ის ტექნიკაა, რომელიც გადამწყვეტია იმ სახის დამხლელი ომისთვის, რომელსაც პუტინი ამჯობინებს. თუნდაც ეს ყველაფერი რუსეთს არ დამართნოდა, პუტინი მაინც მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ტაქტიკას ირენებს თანამედროვე ომში. მასთან ერთად კი უდარდელ დამოკიდებულებას მასიური დანაკარგების მიმართ, რაც უკვე უკრაინაში არამდგრადია და ნატოს სრულ ძალასთან დაპირისპირებისას სრულიად კატასტროფული იქნებოდა. ის, რაზეც პუტინი ისევ იმედს ამყარებს, არის რუსული გამძლეობის მითი. ეს ასე არ არის და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის ლიდერის სიბრიხვეს. მიუხედავად სკანდინავიისა და ბალტიის საზღვრებზე სამხედრო ძალების მობილიზებისა, რეალობა ისაა, რომ რუსეთი ჯერ კიდევ შორს არის უკრაინაში გამარჯვებისგან. ჯერ კიდევ ამ ერთი ქვეყნის 80% დარჩენილია, რომ რუსეთმა დაიპყროს, სანამ გამარჯვებას გამოაცხადებს. და 2026 წელს უკრაინა გადავიდა შეტევაზე მნიშვნელოვან ადგილებში, იმდენად, რომ რუსეთმა რამდენიმე თვე განიცადა ტერიტორიის წმინდა დანაკარგი. უახლესად მაისში, როდესაც ომის შესწავლის ინსტიტუტმა გამოავლინა, რომ უკრაინამ ამ თვეში მოიპოვა უპირატესობა 291 კვადრატული კილომეტრით, თუ მხოლოდ იმ ტერიტორიას ჩავთვლით, რომელსაც თითოეული მხარე რეალურად აკონტროლებს. ეს არ არის ის მონაცემები, რომლებიც უნდა ვიხილოთ იმ მხრიდან, რომელიც თითქოს და ომს იგებს. საუკეთესო შემთხვევაში რუსეთი იძულებულია გაჩერდეს უკრაინაში. უარეს შემთხვევაში ქვეყანა აქტიურად მარცხ ხდება, რადგან 4 წლიანი მცდელობა ამოწუროს. რაც რუსეთი უკრაინაში აწარმოებს, ეს არ არის სტაფქრობის ომი, ეს თვითგანადგურების ომია. და როდესაც ამ გაგებით შევხედავთ იმ 115,000 ჯარისკაცის თავმოყრას, რასაც ახლა ნატოს საზღვარზე ვხედავთ, რომ პუტინი ემზადება ბრძოლისთვის ნატოსთან, რომელიც რუსეთს თითქმის გარდაულად წააგებს. ეს სიგიჟეა. ეს აბსურდია. ეს პუტინია თავიდან ბოლომდე. და ყველაფერი კიდევ უფრო გიჟურად გამოიყურება, როცა ნატოს რუსეთთან ვადარებთ. თუ ვივარაუდებთ, რომ რუსეთი პირველ დარტყმას მიატენებს ნატოს წევრ ქვეყანას და ეს დარტყმა გამოიწვევს მეხუთე მუხლის ამოქმედებას და ნატოს სრული ძალით პასუხს, მაშინ რუსეთისთვის საქმე კარგად არ არის. სტატისტიკას მიხედვით, ნატო ყველა მნიშვნელოვან კატეგორიაში ლიდერობს. მას თითქმის 3-ჯერ მეტი ცოცხალი ძალა ჰყავს, დაახლოებით 5-ჯერ მეტი სამხედრო თვითმფრინავი და ბევრად უკეთესი პროცედურები საჰაერო ძალების გამოყენებისთვის. ასევე საზღვაო ფლოტი, რომელიც რუსეთს 2000-ზე მეტი სამხედრო გემითა და წყალქვეშა ნავებით აღემატება. უკრაინაში რუსეთის ომის 4 წლის შემდეგ ნატო ახლა უკვე შეიძლება ამაყობდეს, რომ ბრძოლის ველზე უფრო მეტი ძირითადი საბრძოლო ტანკი ჰყავს, 12,299, მაშინ როცა რუსეთს 5,630. ხელახლა ვხედავთ, რომ ნატო რიცხვებში ყოველთვის ლიდერობს. რა თქმა უნდა, აქ თავარი ვარაუდებია, რომ ნატო თავის არსენალში არსებულ ყველა რესურსს გამოიყენებს რუსეთის წინააღმდეგ და რომ აშშ-ო აქტიურად ჩაერთვება ნებისმიერ მომავალ ომში. არც ერთი ეს არ არის გარანტირებული. აშშ-მა განსაკუთრებით პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით განაცხადა, რომ შესაძლოა ნატოდან გავიდეს. ნატოში დაძაბულობა არსებობს, თუმცა აშშ-ის ნატოში ელჩმა მეთიუ უიტაკერმა 11 ივნისს შეამცირა ეს მზარდი დაძაბულობა. მან განაცხადა, რომ აშშ-ს სინამდვილეში ნატოდან გასვლის განზრახვა არ აქვს, თუმცა კვლავ სურს, რომ თავდაცვის ხარჯები გაიზარდოს და ევროპამ მეტი გააკეთოს საკუთარი თავის დასაცავად. თუ ვივარაუდებთ, რომ აშშ ჩაერთვება, მაშინ ციფრების თვალსაზრისით სიტუაცია მყარია. თუნდაც ნატომ თავისი სრული ძალა არ გამოიყენოს რუსეთთან ომში, მას შეუძლია გამოიყენოს თავისი რესურსების დაახლოებით 1/3 ან 9, რათა შექმნას თანაბარი ბრძოლა. ეს ყველაფერი ცუდი ამბავია პუტინისთვის, მაგრამ ამ ციფრებში არ არის გათვალისწინებული ის გავლენა, რაც უკრაინის ომმა მოახდინა რუსეთის სამხედრო ძალაზე. ავიღოთ მაგალითად ჯარისკაცები. რუსეთის საუკეთესო ჯარისკაცების უმეტესობა უკვე უკრაინაში დაიხარჯა. როგორც არ უნდა შთამბეჭდავად ჟღერდეს 1,5 მილიონი არმია, ეს ბევრად ნაკლებად შთამბეჭდავია, როცა აცნობიერებ, რომ ამ ჯარისკაცების უმეტესობა შეშინებული გაწოულებათველები და მოხალისეები არიან, რომლებსაც თითქმის არ აქვთ მომზადება ან გამოცდილება, გარდა იმისა, რომ უკრაინაში დრონებს გაურბია. იგივე ისტორია მეორდება ტანკების მხრივაც, რადგან რუსეთის დაახლოებით 5,000 ტანკი საბჭოთა მარაგების ნაშთებია, რომელთაც ემატება მცირე რაოდენობის თანამედროვე ტანკები, რომლებიც უკვე დაამტკიცეს, რომ დაუცველები არიან დრონებისა და ტანკსაწინააღმდეგო იარაღის მიმართ უკრაინაში. ეს არის პუტინის მთავარი პრობლემა. ძალების გაზრდა ერთი რამაა, მაგრამ თუ ეს ქვიშის საფუძველზე ხდება, ეს ნიშნავს, რომ რუსეთის ლიდერი უბრალოდ კიდევ ერთ მარცხს იმზადებს უკრაინაში დამცირების შემდეგ. და გახსოვდეთ, რომ უკრაინის 80% ჯერ კიდევ დარჩენილია.
რუსეთის წინსვლის ამჟამინდელი ტემპით, რომელიც ახლა უკვე უარყოფითია, პუტინის შვილიშვილებიც კი ვერ მოესწრებიან ამ ომში გამარჯვებას, ნატოზე მომავალ თავდასხმაზე რომ აღარაფერი თქვათ. და ამ ყველაფრის ფონზე ნატოც თავის მხრივ ემზადება. მან შექმნა აღმოსავლეთის სადარაჯო ინიციატივა, რომელიც აძლიერებს სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო, კოსმოსურ და კიბერუნარიანობებს მთელ იმ ფრონტზე, რომელსაც პუტინი ცდილობს დაემუქროს რუსეთის ბოლო სამხედრო გაძლიერებით. ნატოს თქმით, ეს ინიციატივა ასახავს ცვლილებას საჰაერო პატრულირებიდან პირდაპირ თავდაცვით პოზიციაზე, რაც დაახლოებით ნიშნავს იმას, რომ ნატომ მზად იქნება იმ საჰაერო ბრძოლისთვის, რომელსაც რუსეთი შეეცდება წამოიწყოს. ბალტიის რეგიონში ესტონეთი, ლატვია და ლიტვა თანამშრომლობენ ბალტიის თავდაცვის ხაზის ინიციატივაზე. ძირითადად ეს არის საზღვრის დაცვის საშუალებები, როგორიცაა დრაკონის კბილები, ხობეები და გამაგრებები, მაგრამ ეს ხაზი საკმარისი არ იქნება ბალტიის ქვეყნებისთვის, თუ მათ რუსეთთან მარტო მოუწევთ ბრძოლა. მაგრამ ეს არ არის მთავარი აზრი. ეს ხაზი არსებობს იმისთვის, რომ რუსეთი შეანელოს იმდენ ხანს, რამდენიც ნატო სჭირდება სრული პასუხის გასაცემად რუსეთის შეტრაზეს. და ეს კიდევ ერთი სიგნალია პუტინისთვის, რომ ნატოს ვერ დაატყვევებს მოულოდნელად ისე, როგორც ეგონა, რომ უკრაინას დაატყვევებდა. და მაშინაც კი როცა ამ ვიდეოს ვქნით, 11 მაივნისმა მოიტანა ახალი ამბავი. RBC უკრაინისგან, რომ ნატო ატარებს გადაუდებელ განხილვებს დრონების თავდაცვის მექანიზმი გაძლიერების შესახებ. მას შემდეგ რაც მოხდა რუსეთის დრონების იერიში რუმინეთში, რაზეც ადრე ვახსენეთ. ეს ინიციატივები შეიძლება რეალობად აქციოს ხშირად განხილული ევროპული დრონების ომი, რომელიც უკრაინის დახმარებით აშენდება. ამით კი რუსეთის ამჟამინდელ მტერს ჩართავს იმ ომში, რომელსაც პუტინი მომავალში გეგმავს. პუტინო, შენ აქ წაგებულ ბრძოლას ებრძვი. არ უნდა შევაფასოთ ნაკლებად ის, რას ნიშნავს ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე 115,000 ჯარისკაცის განთავსებას უზრუნველყოფს. რუსეთი აშკარად ემზადება ომისთვის. თუნდაც მისი პრეზიდენტი ამტკიცებდეს, რომ რუსეთი ნატოს წევრ ქვეყანას არ შეიჯრება, სინამდვილეში რაღაც ბნელი ხდება რუსეთსა და ნატოს შორის საზღვარზე. თუმცა რის წარმოჩენაც პუტინს ამით სურს და როგორ გამოიყურება ეს რეალურად, ორი სრულიად განსხვავებული რამაა. რუსეთი აქტიურად კარგავს პოზიციებს უკრაინაში და ამ ქვეყანაზე პრეტენზიის დამყარებას არც ახლა უახლოვდება, ვიდრე ბოლო 4 წლის განმავლობაში. ნატო ძლიერდება. ის უკვე უფრო დიდი და ძლიერი იყო ვიდრე რუსეთი და აქტიურად ამზადებს საკუთარ თავდაცვას. პუტინი ემზადება, რომ თავისი ქვეყანა თავით შეაგდოს ახალ ომში. აი ასე გამოიყურება ნამდვილი სიბრიყვე. ომი, რომელსაც პუტინი აპირებს, კიდევ ერთი ომია, რომელსაც ის წააგებს. გინდა ცოტა უფრო დეტალურად გაიგო, რას აკეთებენ ნატოს ქვეყნები აღმოსავლეთ ფლანგის დაცვის მოსამზადებლად. ჩვენ შენთვის იდეალური ვიდეო გვაქვს. საზღვარზე თავდაცვითი ნაგებობები შენდება და ნატო ქმნის ძლიერ ახალ სარდლობის სტრუქტურებს, რათა რუსეთის საფრთხეს გაუმკლავდეს. შეგიძლია ორივე ამ ნაბიჯის და სხვა დეტალების შესახებ გაიგო, თუ ჩვენს ვიდეოს უყურებ. თუ ეს ვიდეო მოგეწონა, გამოიწერე არხი და უყურე კიდევ სხვა ვიდეოებს. შენი მეგობრებისგან The Military Show-და. მადლობა ყურებისთვის.